Აკურიანი, შენგრძნობ, სხვები ამჩნევენ. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ, როგორც თქვენ ახსენეთ, მე უნდა გავაკეთოთ დღეს იმ ადამიანების პრესები, ვისაც არ აქვს ბევრი დრო, ანუ მაქსიმუმ ამ ყველაფერში დაგეხარჯოთ 5-6 წუთი. ასე რომ დავიწყოთ ერთად, როგორც ხედავ, მიერთდებიან ჩემი ჟურნალისტებიც. მოდი კოტე. მიყურებდით წაღანას ვაკეთებდით? კი. კი ბატონო, მოდი. გავი მეორე. აი, დავიწყოთ, მოკლედ. 1 2 ფეძო არა, წელი უნდა. მოიცა, ხო. ნახე, ხრებით გადადი, 1 2 1 2 მე ზარმაცებით პრესები. ტემპი არ დააგდო, ისუნთქე. აი, გადაიწიე, მაქსიმალურად გადაიწიე. აჰა. თან იგრძენი ესენი. გვერდები. მე ამას ესე უნდა გადავიდე. კარგი ბიჭი ხარ, ეხლა ნახე რა უნდა გავაკეთოთ. ზარმაცებით დადექი, დაიდე ხელები მუცელზე და გაიწიე წინ. ოღონდ მუცლის ქვედა ნაწილით, ანუ ჭიპით. ხო. და ნეკნებით. შემდეგ უკან. თითქოს ისუნთქავ და აიკარი ხერხემლას. წინ, უკან. წინ, უკან. წინ, უკან. 1 2 1 2 ესე ისე ყავს, ბიონსე ასე ყავს. კი, ბიონსე ყველანაირად ცეკვა. შეიძლება შევუყვე და მუსიკაც ისეთი. ეხლა უნდა გადავიდეთ წრეზე. კიდე მინდა გითხრათ, რომ მაქსიმალური რაოდენობით შეგიძლიათ აკეთოთ ეს ვარჯიში მოუბეზრებლად, რამდენი დროც გაქვთ. სარკის წინ ან თუნდაც ნებისმიერ ადგილზე. მოდი წრე გავაკეთოთ. ვაუ. ვაუ. თითქოს რაღაცას უნდა შეეხო. მაგარი ხეპრება მე, დასაზეთი. დასაზეთი მაქვს ახსნები და ძულები. გზნობ? კუნთებს თუ არა? კი. უკან გადაიწიე კარგად კოტე. ხა შეიძლება დავჩე ეს. და ეხლა იგივეს ვაკეთებთ. იგი აქეთ ხარეს. წავედით. 1 2 ეს არის ზარმაცების პრესები, ანუ ეს არის ზარმაცების პრესები. კი, ანუ ამ კუნთებს ვირთავთ ჩვენ ფეხზე. მდგომარე. კი, ძალიან მარტივია, ვინც ოფისში მუშაობს, ვინც დაკავებულია მთელი დღე. რამდენჯერაც მაგალითად საპირფარეშოში შეხვალ შეგიძლია ნებისმიერი ეს ვარჯიში გააკეთო, უბრალოდ დადგე სარკის წინ და არა, მაგ დროს არა. ხელსაბანთან, ხელსაბანთან შეიძლება. და იგივეს ვაკეთებთ, როგორც უფრო ღრმა მოძრაობით. აი, ნახე. 1 2 1 არ დამეჯახა კატე. მოდი ესე გავაკეთე. ხო, მიდი. 1 თან ტემპს არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში სწრაფი ტემპი. გავაკეთოთ ეს 12 და გადავიდეთ პროგრამა წინ და უკან ჩასვლაზე. მე აჯვანებს გავაკეთე. მიდი, ყველაზე რთულ რამეს შეეჭიდე ახლა შენ და ერთი ხელით გავაკეთო? თუ ერთი ფეხით, ოპა. ერთი ხელით კი. ოპა. მეორე ფეხი. მოკლედ კოტე გაგვიგიჟდა. წავედი მე აღარ შემი. გავაკეთე 5 სხვადასხვა მოძრაობა, არა, იყავით ჩემთან ერთად და შევახსენოთ ჩვენს მაყურებლებს, რომ იმისათვის რომ იყოთ კარგ ფორმაში არ არის დიდი მსხვერპლი საჭირო, უბრალოდ უნდა ივარჯიშოთ ყოველ დღე ინტენსიურად, სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში, ასე რომ დროებით რამდენიმე წუთში ისევ შემოგიერთებით, ისევ კოტესთან ერთად. აკურიანი, შენგრძნობ, სხვები ამჩნევენ.